გამარჯობა მეგობრებო. ჩვენ ალბათ ეთქვის ყველას ჩაგვუყვეთავს წყალში და გამოგვიცნია ჩვენი ჩაკუთვის დურის ხანგრძლივობა. მე ახლა ჩემს ასაკში კვლავ ისე უბრალოდ მაინტერესებს საბა თუ რამდენ ხანს გავძლევ წყალში ჩაყვინთული. კარგი, მიდი აბა დრო დანიშნულია. საქართველო დედამიწის ყვავილნარია სილამაზის ღაბარად თქმული ნატურის თვალია სინარნარი პირიმზის და პირიმთვალისა საბადარძლო სამდაული ზურმუხტნალისა სინარნარი პირიმზის და პირიმთვალისა საბადარძლო სამდაული ზურმუხტნალისა შეგვიხებეს გვარი რიონი მაგრამ მონად ვერ აქციეს კავკასიონი საქართველო არწივების დედამშობელი ერეკლეს და საკათის წარმომშობელი საქართველო არწივების დედამშობელი წარმომშობელი დაუხარი რომ ძველ ხანჯალს ელადაეცე გაისარჯოს დაბრძოლებში დაიხარჯოს გაუმარჯოს საქართველოს თევზდასეცას საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს საქართველოს თევზდასეცას საქართველოს ძლიერებას გაუმარჯოს სასტუმაზე ერთხელაც არ დავიძინებ დავიღლები საქართველოს სიყვარულში ოჯახს 3 წუთი და 48 წამი გამოვიდა ეს ახლა როგორი შედეგია რა სიტყვით მე რა უნდა ვთქვა ჩემს თავს თუ ერთსეულსა დაუვიწყარს დაუტოვებ რაიმეს დედამიწის ქართულ ეცას, მაშინ ჩემს ესაძვრის. მაგრამ ამ YouTube-ზე ჩემი თავარი საფრთხე მე არ არის. ჩემი მოწოდება იქნება, რომ მოდი გვერდზე გადავდოთ ტელეფონები და კომპიუტერები და მხოლოდ საჭიროებისამებრ გამოვიყენოთ. მხოლოდ სასაუბროთ და ბიზნეს საქმიანობისთვის.
რათა ინტერნეტ სივრცეში მალულად შემოპარული სატანადა ეშმაკი უფრო და უფრო ჟღუნის და ბლიცავს კაცობრიობას და ადამიანის მოდგმას. უკანავს ღირსების საქართველოს ღირსების საქმეს ავიწყებს ეკლესიებს და ცისით სავალ მათივე ცნებას. ხოლო 2 წლის ბავშვებიდან დაწყებულს მოზარდების ჩათვლით კი ანევროზებს, ფსიქიკას უნგრევს და მხედველობას უარესებს. ამიტომაც იქა მიჯაჭვულობას ტელეფონებთან და კომპიუტერებთან და მიჯაჭვულობისგან და 1000 გვარი სისულელებისგან და სიბინძურეების მაგევრად არ არჩევს, გამოვიდეთ გარეთ ბუნებაში, ვიაროთ, ვისაეროთ და სიცოცხლეში ასე ძალიან ახალგაზრდად დავჩებით. აქვე მე გვერდს ვერაული რაღაც ტელეფონების თემას შევეხერო, თუ რა შემემთხო და გადახვდა 2 წელს წინათ, როდესაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოსამზადებელ ვაჭრში როდესაც მიდიოდი და როდესაც თბილისის ხელოვნებას გადაურბინე სადღაც წრეში 22 კილომეტრის მანძილზე. ჩემს უბნიდან ჩავხურთ ხოლმე დაბლა ტრასიდან ხიდთან და მარჯვნივ და ბაზრობის მიმართულებით და დავადგებით ლიანდაგებს ფეხით სავალად. რათა სადღაც 200 მეტრის მანძილზე გაბურჭებული ბილიკი და ხევი გასდევს. იმ დღეს მართლაც ძლიერი ქარი იყო და შემზარავად ზმუოდა. ჩემს წინ კი ლიანდაგებზე ბიჭუნა მიდიოდა და თურმე ურსასმენებით რაღაც გასართობებს ისმენდა. უეცრად ზურგს უკვე შორიახლოდა შემომეცმა ელმავალის სიგნალის ხმა. ელმავალი თანდათან გვიახლოვდება. გავძახება რამ ბიჭუნას, რომ დროზე რომ დაეტოვებინა ლიანდაგები და გადამდგარიყო, მაგრამ ვერ შევძელი, ვერ მივაწვდინე ჩემი ხმა. უეცრად წამებში დამეტრიალდა თავში აზრად, რომ მე რომ ეს ბავშვი არ გადავარჩინო მეთქენ. სიცოცხლის ბოლოს ანრაღირსებით წავსდგენ, მე უკვე წინაშე საჯაროზე და ანდა კიდევ რა ცოცხლებს მის გაუბედურებულ დედასთან. მოვისურვე უცბაცლობანი, რომელშიც საოჯეშივები მეტო. გავდივარ ლიანდაგებზე და რაღა მიგდა მიახლოებას. უეცრად შემთხვევაში მონასწავლე და წამოვარბაცა, მაგრამ დღემდე მეკითხება, რომ რა ძალიან მესრა და მიფარველა, რომ არ გამშველდა ლიანდაგებზე. კიდევაც მივასწავლე, გადმოვიხდე გვერდზე და იმ წელს უცელმოვარბაც ჩავიხურა. ხევში ისას ძალიან ძლიერი დღემილი მივიღეთ დაჟეშილობისგან და დაგაწულობისგან, მაგრამ ვიღას ახსოვდა დღემილები, როდესაც მის დედას მისი შვილი სიკვდილს რომ გამოუსტაცია ხელიდან და ცოცხალი რომ დაუბრუნდა სახლში. ჩემო მეგობრებო, ვისაც კი მადლი არ გენანება ცხოსის შვილებისთვის, მაშინ გავაზიაროთ და ამ მადლით ჩვენ არაერთი ბავშვის სიცოცხლეს ვიხსნით კიდევ საფრთხისგან ურსასმენების გამოყენების შემთხვევაში, როგორც სარკინიგზო, ესევე სამზავო სატრანსპორტო გზების გადაკვეთისას. ახლაც გეთანხმებით ბევრი ცუდი შემთხვევა მოხდა ეს სარკინიგზო გადასასვლელებზეც და სატრანსპორტო გადასასვლელებზეც, როდესაც უსასმენებით არიან ახალგაზრდობა და სამაგალითო საქციელი იყო თქვენი მხრიდან და როგორც ვიცი, იუბილარი ხართ დღეს და გილოცავთ რამდენი წლის გახდით? კი, დღეს 79 წლის ვხდები. მადლობა თქვენ და წყალობდეთ უფალი, როგორც თქვენ ესევე გასასწრაფში ჩავარდნით ჩვენ საქართველოს. ჩემო საქართველო, ჩემო საყვარელო, როგორ აგიტირეს გული, ვითხოვილი ხავი უცხო პლანეტიდან, გადმოსახლებული მდგმური. შენ რომ ჩაიხუტე ეგ სიმართლის კვერთხი, მიტომ დაგიკაცრეს გული,